და შევიდეთ Faberlic-ის პირად კაბინეტში. აი ნახეთ, Google-ის Chrome-ში ჩვეულებრივად აკრიფავთ fl-shop.j პირველი ოფიციალური გვერდი და გაიხსნება ესეთი Faberlic-ის გვერდი. რა თქმა უნდა, თუ გჭირდებათ ენის და ქვეყნის შეცვლა, ცვლით აი აქედან ენას და ქვეყანას, თქვენთვის სასურველი ენა თუ არ იქნება და შემდეგ უნდა დაკლიკოთ ღილაკ აი აქ შესვლას და გაიხსნება ესეთი, სადაც უნდა შევიყვანოთ ჩვენი მომხმარებლის სახელი და გასაღები. აი, მომხმარებლის სახელი იწყება 7-იანით ყოველთვის, შეიძლება იყოს 73, 74, 70, ანუ გააჩნია როდის ხართ დარეგისტრირებული და გასაღებიც, ანუ ეს ყველაფერი გაქვთ SMS-ის სახით ნომერზე მიღებული. მოდით ახლა შევიდეთ ერთ-ერთი კონსულტანტის გვერდზე. აი შევედით გვერდზე. აი აქ რასაც ხედავთ აპლიკაციაში გაგრძელება. აი აქედან შეგიძლიათ ტელეფონში ჩამოტვირთოთ აპლიკაცია. გახსნას როგორც კი დატვირთავთ, ისა დაკლიკავთ, გაიხსნება მენიუ, რომელიც გეოტყვით რომ ჩამოტვირთოთ, მიყვებით ამას და ტელეფონში ჩამოიტვირთება აპლიკაცია. ხოლო აი ჩვენ უკვე შესული ვართ პირად კაბინეტში, სადაც აი აქ ყველაფრის დათვალიერება შეგიძლიათ და გადავიდეთ პირად კაბინეტში. პირად კაბინეტში ხედავთ აბსოლუტურად ყველაფერს ნახავთ, აი სიახლეები, რა არის მიმდინარე კატალოგში საჩუქრების სწავლება, აი smart navigator-ი არის, სადაც ანუ ახალი კონსულტანტსაც, ძველ კონსულტანტსაც ყველა ინფორმაციის მოძიება შეუძლია. მაგალითად, რა არის პირველი კატალოგის საჩუქარი, რა არის სასტარტო ეტაპი, რამდენი ლარი გჭირდებათ აი ამის მიღებაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარცხენა ზედა კუთხეში, აი ამ სამ სწორ ხაზს თუ დაკლიკავთ, აქ არის კატალოგის ლინკიც და პროდუქტებიც კატეგორიების მიხედვით ჩამოთვლილი. მაგალითად, თუ გინდათ მოვლა, დაკლიკავთ მოვლას და აქაც კიდე კატეგორიაა სახის მოვლა, სხეულის მოვლა, თმა. ნახეთ, სახის მოვლაში. შევიდეთ, არის აქსესუარები, მაკიაჟის გამწმენდი, დღის კრემი, ღამის კრემი, მზის დამცავი, თვალის რიგულები, ანუ ყველაფერი. ჩამოვიდეთ სხეულის მოვლაშიც, ზუსტად ისევია, აქსესუარები, დეოდორანტი, დეპილაციის საშუალებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თმაში რო შეხვალთ. ნახეთ, ანუ ქვე კატეგორიებია კიდე, რაც თქვენ გჭირდებათ. შემდეგ ბავშვებს, მამაკაცებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ დავკლიკავთ კატალოგის იმას ლოგოს, გაიხსნება მიმდინარე და მომდევნო კატალოგი. რა თქმა უნდა, მოქმედების ვადასაც ვხედავთ, როდის იწყება და როდის თავდება, დავკლიკოთ და დავათვალიეროთ. ეკრანზე ხელის ერთი გასმით, ან აი პატარა ისრებზე დაკლიკვით, გადაიშლება კატალოგი. რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე შეკვეთა გვინდა, ოდნავ ზემოთ თუ ავწერთ, ზუსტად იმ პროდუქტს ხედავთ, რა გვერდზეც ჩვენ ვხედავთ პროდუქციას, აი ეს. და შეძენას თუ დავკლიკავთ, ეს გადავა ჩვენს კალათაში. ნახეთ, კალათაში დამატება, ოღონდ ეს თავის არ ჩამოიხურება და უნდა ჩამოვხუროთ X-ით. შემდეგ თუ გვინდა საპონი დავკლიკოთ ისევ შეძენას, დამატება, დავთიშოთ X-ით. ახლა ნახოთ კალათაში ჩვენი პროდუქტი. აი აქ არის ჩვენი პროდუქტები. აქვე არის პერსონალური აქციები, აი, სადაც არის ყველა ის აქცია თავმოყრილი, რომელიც კატალოგშია შეტანილი. მაგალითად, 19 ლარზე რაღაც გვეკუთვნის ფასდაკლებით, ასევე არის 70%-იანი ფასდაკლება, ასევე არის კატალოგები, ნახე კატეგორიებს თუ ჩამოშლით, აქ არის დიდი ფასდაკლების აქციები, სპეციალური შემოთავაზებები, პარკებით შეგვიძლია რო ავარჩიოთ, ანუ გააჩნია კონსულტანტს, რომელიც არის VIP კონსულტანტი, უფრო მეტი ჩამონათვალი აქვს აი აქა, კონსულტანტი, რომელიც რეგულარულად აკეთებს, ანუ ყოველ კატალოგში იმისთვის კიდე რაც დამატებით აქციებია, მოკლედ იმითი განისაზღვრება. აი ესე, ჩვენ ახლა ძალიან ცოტა გვაქვს შეკვეთა, ანუ იცით რომ კატალოგის ფასით 45 ლარის უნდა იყოს რომ შეკვეთას დააკლდეს თანხა, ამიტომ ნახე მაფრთხილებს გამოყენებულია კატალოგის ფასები. ანუ თვითონ პროგრამა მიმითითებს, რომ მე ჩემი შეკვეთა 35 ლარი და 22 თეთრით უნდა გავზარდო, რომ დამაკლდეს 20% თუ არა და მივიღებ აი ნახეთ 4 და 99 თუ ღირს კატალოგში, მეც 4 და 99 დამითვლის. მოკლედ პროგრამა თავად მიგითითებთ ყველაფერს. თუ კი დააკვირდებით და წაიკითხავთ, შეცდომას ვერ დაუშვებთ, აქ გამორიცხულია, ანუ ძალიან ჭკვიანი პროგრამაა. თვითონ გელაპარაკება ფაქტიურად. მე ახლა ჩავამატებ რაღაცებს, რათა გაიზარდოს ჩემი შეკვეთა და გაჩვენებთ აი კუპონით ჩამიგდო და ახლა გაჩვენებთ პერსონალურ აქციებში როგორ გამომიჩნდება კატალოგის აქციები, აი აქაც დაემატა კატალოგის აქციები, აქაც მიჩანს. აი როგორც გითხარით, ეს არის ნებისმიერი ტუჩსაცხი 19 ლარის შენაძენზე, ნებისმიერი ხელის ან ფეხის კრემი 19 ლარის შენაძენზე. ეს რა თქმა უნდა კატალოგშიც არის, მაგრამ კატალოგში რომ არ დავკარგო დრო, სათითაოდ ამის ჩანიშვნით, ამიტომ ყველაფერი ერთად არის აი აქ თავმოყრილი. მოკლედ მე შემიძლია გავაგრძელო შეკვეთის განთავსება და დავადასტურო. ეხლა აქ თქვენ ხედავთ, რომ მიწერს აუცილებელია წინასწარი გადახდა. ეს იმიტომ, რომ ამ კონკრეტულ კონსულტანტს სახლში მიწოდება აქვს არჩეული და ამიტომ მიწერს. სახლში მიწოდებას როცა ვაკეთებთ, თუ წინასწარ არ გადავიხდით, შეკვეთა არ გამოიგზავნებთ. მე ახლა ამ შეკვეთას არ დავადასტურებ, რადგან უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რომ გადავიდეთ პირად კაბინეტში. ხო, სანამ პირად კაბინეტში გადავალ, გაჩვენებთ, რომ აი თქვენი მრჩეველი სახელი და გვარი და ტელეფონის ნომერი იქნება თქვენს პირად კაბინეტში არის, ანუ საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებით. გადავიდეთ პირად კაბინეტში. აი ესეა.
ძალიან მარტივია ყველაფერი. თქვენ აქვიდანვე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ვინმე, თქვენს პირად კაბინეტში რეგისტრაციის გრაფაც არის, თქვენი ანგარიშები შეამოწმოთ, ნუ კუპონები და ბარათები იცით, როცა მიდევს ამაზე არაერთი ვიდეო, მოკლედ სხვა ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ აქ. მოკლედ ძალიან მარტივია.